მიიღე 10% cashback-ი ნებისმიერ გადახდაზე. ლიდერკანდი. ხმარმა ხმას აუწია. გუგ, ჩემო ბიჭო, ეხლა მე გავრბივარ, სამსახურში მივდივარ და აბა შეინცი, ხო? აი. მოკლედ, თუთი ყურს უეჭველი დაუყარე საჭმელი, კარგი? აი, გაკაცე. ვაი, მოიცა. გეხვეწები და ძაღლიც ჩაიყვანი და გაასეინე, ხო? ეზოს ჩაიყვანი. აი. ვაი, მე ის არ დაგავიწყდეს რა. პროდუქტები რაც ვიყიდეთ, ყველაფერი შევალაგე მაცივარში და თუ მოგშივდება, გამოიღე, გაიკეთე და ჭამე, ხო? აი. ვაი, მე ოღონდ ამ საჭმელს რო გაიკეთებ, ტაფაზე ჩანგალი არ გაუსვა, ხო? აი. ვაიმე როგორ მავიწყდებოდა. გეხვეწები, ფანჯარა გამოვაღე და არ მიეკარო, ახლოს არ მიხვიდებ ნერვიულობი ცოტა. აი. აი ხო. აუ ხო, სარეცხი შევყარე მანქანაში და ჩართე. ხო, დაატრიალე და თვითონ იმას. აი. ვაიმე ხო, 5 საათზე წამალი გაქვს დასალევი და დალიე. ხო? აი. ხო, მე მგონი. არა, ვაიმე. წამალი არის პატარა საფთიაქო ყუთში. ხო? აი. საფთიაქო ყუთი არის ჩვენ საძინებელში. კაი. ვუსა და ჩვენი საძინებელი არის ეს. გავიგე, კაი, გავიგე. შენ ხმას აუწიე? არა, მაპატიე საყარელი. შენ ახლა ჩემთან ხმას აუწიე შემოწალადე? რა მოძალადე საყარელო რა ეს მაბრალე? ვაიმე! ხმას როგორ აუწია რა ხელაზე დამიხრიალე? შენ უფლება რომ მოგწე საერთოდ ქალოთიც მომართავ. ჩვენს ოჯახში ჩასიძებული რო არისო. შეხედე, ხვალ შეიძლება მცე მოკიდეც. ნახე როგორი კაცი ხარ, მანიაკი ხარ, ჩუმჩუმელა. არა მიწევია ხმა საყარელო. არა. შენ მე უპატრონო ხო არ გონივარ, დედა. დედა! დედა, რა ხდება, დედიცი? რა დღეში ხარ? რა ხდება, დედა? დედა, რა ხდაო? გუგამ დედა, ჩემთან ტორი აზია და მიყვირა. არა. რა? გიყვირა? ხო. შენ ბიჭო ნორმალური ხარ? როგორ შეიძლება ცოლს ხმა აუწიო? შეარა კაცო შენ? არა მიწევია ხმა. რა გიწევია ბიჭო? ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა და როგორ შეიძლება ადამიანს უყვირო შეარა კაცო შენ? არ მიყვირია. კიდე რა ხმას იღებს? რა ხდება თამა? შენ რა ოჩა მოდი გაეღობა. რა ხდება? მამა გუგამ დამიყვირა. რა? შეარა კაცო, შემოძალადე კაცო, როგორ დაუყვირე ჩემში? ამდენი წლის ცოლ-ქმარი ვარ და მე ჩემი ცოლისთვის არც კი მიყვირია, ხმასაც კი არ ამიწევია. კაიგოჩა გაჩუდი ერთი რა. შენ მეც ამიწევ ხმას ვერასოდეს, იმიტომ რომ იოგერი ამოცლილი გაქვს. მოიცადე ხა, მოიცადე ყველას გავაგებინებ, ყველა მე გამიყვირე მაგას ეს ყველას. ყველას და ვისაც საჭიროა და არ არის საჭირო. ეს რა გააკეთა? ეს როგორ გააკეთე ბიჭო? არ მჯერა ეს როგორ გააკეთე? შენ დაგავიწყდა ვინ იყავი საერთოდ? სახლი შენ არ ქონდა, კარი შენ არ ქონდა, საჭმელი შენ არ ქონდა, არაფერი შენ არ ქონდა. მოგიყვანეთ, საჭმელი დაგიდგით, წყალი დაგიდგით, გაბანავეთ, გაგასუქეთ, ჭიებზე დაგამუშავეთ. მერე ჩემმა შვილმა შევეჩვიეო დედაო და სახლში შემოვიყვანოთ, შემიყვარდაო და სახლში შემოგიყვანეთ და გაცხარებდა. ამის ღირსი ვარ შეგარ შეარა კაცო შენ. უყური რა ხდება მეზობლები? მოდი ანა, მოდი. ვაიმე, რა ხელა დამიხვია თქვენს გაიგეთ? ამისი ხმა იყო ვიცოდი რა ტირანიც იმალებოდა ვითომ ეს რაღაცა 7 წყნარი გაწონასწორებული პატიოსანი კაცის უკან ეს მხეცი
შეხედე, ხმასაც არ იღებ და თვალებით მეუბნება რომ მოკლავანაო. აი რა თვალებით გილაპარაკობ? ეუბნები კი? პირით ძვლის ლაპარაკობ რა თვალებით? აუ ნახეთი და ხმას რა იღებ. იცი რას გეტყვი ეხლავე ადეგი ფეხზე, წაეტყვი ეს სახლიდან და ის ერთადერთი ნივთი რაც გაქვს ნაკიდი ჩვენ სახში ეგე წაიღე, რაღაცა წყლის მადუღარა რო იყიდე. დედა დამიყვირა. დედა, შენი ბრალია, დედა, შენი ბრალია, ეს იცი რისი ბრალია? ერთი თვეა პულზე რომ მიუშვი, ტელევიზორის პულზე მიკარების უფლება რომ მიეცი. აი მაგის ბრალია, მაგის სერედა ტრაშუნობს თავიჩქუაზე. იდე და ყველაფერს შევცვლი. ყველას გავაგებინებ, რომ ეს არის მანიაკი, როგორ დამიყვირა იცი? მოდი. ხდება დედა როგორც კი გამიგე გამოვარდი ეგრევე აი ესე გიჟიმით გამოვარდი რა დღეში ჩააგდე დედა შენი? იცი რა მოხდა? რა მოხდა გუგამ დამიყვირა. ვაიმე რატო გაკეთე გუგაშვილო დედა როგორ გზდიდი შვილო როცა გიჭირდა აი ესე კარაქია პურს ჯარის კაცივით ესე გიწყობდი დედა ხო გახსოვს გუგა მახსოვს დედა კი. ნანო კარგი, დაწყნარდი. მოდი აქ, მოდი ჩვენ. გამარჯობა, დაწყნარდი, ერთ სამი გატყარეთ ყველა რა ხდება აქ. გუგა რომელია, შენ დაჯარიმებული ხარ მეგობარო? რისთვის? არასამუშაო საათებში ხმის აწევისთვის. შენი ხმის დეციბელია 10 და დაშვებულ ნორმას. ამიტომ შენ დაჯარიმებული ხარ 10 დღის ვადაში თუ გადაიხდი 10% შეღავათი გექნება. ნუ მე ფიზიკურად არ შემიძლია, ეხლა ცოტა წყნარად გეტყვი, არ შემიძლია მეტი არაფერი გითხრა, იმიტომ რომ კანონს ვერ მორჩილები. თორე დიდი სიამოვნებით გეტყოდი. ფუი, შეცკაცობა, შენსაც ამას უყურე. დაიჭირე ეს შენი შვილი აღარ არის უვადოდ ვიცი შვილიც არ უნდა იყოს, მე რა შემაინტერესებს. აი დააწნე და რა შეში ჩააგდე დედა შენი. გამარჯობა. მე ვარ ქალთა უფლებათა დამცველი. ხელით შეგეხოთ ხო? ხელით არა. ჩაქუჩი ჩაგარტყათ ხო? ჯერ არა. აბა დამიხვირა. და ესე იგი სიტყვიერად გცემათ. ესე იგი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენათ ხო? ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. თქვენ მკაცრად დაიჭებით. ფუიშეს კაცობას? რა გეკონა აბა? უპატრონო ხوار გონი ვარ. კარგი რა საყარელო. ქვეყანას ფეხზე დავაყენებთ. როგორ უყურე ჩემ შვილს? მიყვირია. სად არის? ეს არის ხო? მომაკვდავი პაციენტი მივატოვე რომ შენთან მოვსულიყავი და ეს მეთქვა. ფუ შენ კაცობა შენსას. ფუ შენ კაცობა. ვინ არის? ვინები დამაყენეთ? რა გავაკეთე ეგეთი? ჯენსად ახარ არა გააკეთე, ჯენსად ხარ, ყველას გავაგებინე. მთელი საქართველო ფეხზე დადგება. კაი, დაწყნა. დაწყნა. უკაცრავად გუგაბიძე აქ არის? მოდი აქ არის, მოდი. აჰა, გუგაბიძეა, ეს კამფეტები. ის კამფეტები, რასაც ჩვენ უბნის ბავშვებს ყიდულობდი ხოლმე, მაგრამ დღეს ამას იგი დაიმახსოვრე, რომ შენნაირი არარაობისგან და არაკაცისგან ჩვენ აღარაფერი აღარ ვცდილდება. ფუ შენ კაცობა, გუგაბიძეა. ბიძიანი არა, გუგაბიძეას ღირსიც არ ხარ შენ. ყოჭა. აი მხედრე ყველა აი მხედრე მომავალი თაობაც. აბა რა დამიყვირა. რა ეგონა? მე სექტის წევრი ვარ. ჩვენ გვგობთ ნებისმიერი სახის ძალადობას და ფსიქოლოგიურსაც და ასევე ფიზიკურსაც. ჩვენ პატივს ვცემთ სიმშვიდეს, ჰარმონიას და სილაღეს. მაგრამ შენ ეს როგორ გააბერდე? თუ შენს კაცობას. ფუი! შენის კაცი არის, ცოლი ხმას რო აუწია. ფული გნება თქვენ? შენი ბიჭო არც ფული მინდა, შენ ვაფშე ფეხზე არ დაგეკიდები. ფუ შენ კაცობას. ფუ შენ კაცობას. აი გრე. შენ თუ ჯადო არ გაგიკეთო. რა დავაშავე ეგეთ? რაც დააშავე. ყველაფერი დააშავე.
Stop, ერთი წუთი ამოვიდა ყელში რა, ძალიან გთხოვთ რა, ბოდიში რა, ყველას გუგა. მე ვარ ამ სკეჩის ოპერატორი და პროსტა წეგან გიყურებდი და რა იკადრე პროსტა. სიაკოს როგორ უყვირე და როგორ აუწიე ტონი. შენი პატარა ბავშვია, ქმარი ყავს, შვილი ყავს გოგოს. მე თუ შენ ოდესმე კიდე სკეჩი გადაგიღო, მე კაცი არ ვიყო. მოიცა ერთი წამი ახლა რა ხდება? ხოი შეს კაცობა. დამანებე გავიერთე ამოვიდა ყელში. დავიდა ნანებე. აბილა დავედი მე რა. სკეჩიც არის და სკეჩიც მარა ესე. სიკვდილი ბანკში. ხალხო, 500 ლარიანი განვადება მინდოდა. სახლი ხო გამიყიდეთ. მანქანა ხო გამიყიდეთ. ძაღლი ხო გამიყიდეთ. ძაღლს რაღაც ერჩოდით, ა? თქვენ ვინ ხართ, ა? ან ოჯახები არ გყავთ, ან მეგობრები არ გყავთ, ან ძაღლი არ გყავთ, ხალხო? ამდენადრიან, როგორ შეიძლება 500 ლარიანი განვადების გამო მომიშალოთ ნერვები რა? აუ გოგოებო, მაგრა უნდა გაცინოთ ეხლა. ერთი კლიენტი მყავს და 10 წელია სესხს ვაფარინებ. ძირს 10 წელია. 10 წელი სესხს რა ამბავია გოგო, რა რაინათ აფარინებ? გოგო, რა ამბავია, თავისას ხო ვაფარინებ და ეხლა ვაფარინებ ჩემი ბიძაშვილის სესხს. დედას ფიცა ვარ, მართლა გეუბნები. ეხლა ჩემი ბიძაშვილი ძირს ვაფარინებ რა, იმიტომ რომ ბიცოლა ჩემი არის მარტო ხელა ქალი რა და ვეხმარები რითაც შემიძლია რა. რა კაი გოგო ხარ. მაჭამე რა. რა კაია. ტარან! აი რა! გოგოება ახალი კოლექცია? აუ ხესასები როდის ჩაირიცხა? მე არ ამიღია. რა ხელფასები გოგო? რა ხელფასები? მოკლედ გოგოება, გუში მყავდა ერთი ოჯახი რა. საერთოდ ვერ ერკვეოდნენ ამ ბანკის სისტემაში. ხო და 1000 ლარიანი სესხი უნდათ. მეთქი კი არ არის პრობლემა, დაგიმტკიცებ თქო, დავუმტკიცე და ვუთხარი რომ გამოტანის საკომისიო სჭირდებოდა 540 ლარი. ხო და საკომისიოს 540 ლარი. შუს ამ. რამდენი ხარი? აი შუს რა. მე ხელფასველოდები ხომ რა რაღაც ვიყიდო. გოგო, შენ ხარ ახალი. ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება. ისაი როგორ ისავრით? ან დაიწრები მაგრად. აი, შენი ჭირვე, ვინც არ უნდა იყო, რიგის ნომერი აიღე და მე შემოდი რა. აი, ვინ ვარო რა თქვა? უკაცრავად. არ გინდათ რიგის ნომერი, მოგწანდით. ვინ ვარო რა თქვით? მე ჯოჯოხეთის დემონი ვაი, მე რა დაბალი თვით შეფასება აქ ამ ქალს. რა ჯოჯოხეთის დემონი ვარ. ასე რომ ყველას გირჩევია თქვენი ცოდები გაიხსენოთ, სანამ ჩამოგიარეთ სათითაოდ ყველას და ცოდებზე პასუხი გაგებინეთ. ვაი, მე იცით რა არის? მე გავდივარ 2 წუთში, შესვენება მაქვს და სხვა მოგემსახურება. ჩემი სახელი თქვა? კი, წეღანო სხვა თაკო. გოგო, შენი სახელი და გვარი, საიდან იცი? აუ ღმერთო არა! ვაი, ღმერთო! სუ, შტერო. ჩერჩეტო, სესხის გამოდიებაში რა უნდა ღმერთს? პეიბოქსებთან კიდე შეიძლება. აუ გეხვეწეთ რა. მე არ წამიყვანოთ, არცაკ ახლა არ წამიყვანოთ, გთხოვთ რა. როგორ ეშინია ნახა. აი მე სიცოცხლე მოგიდა პატარა. აი მე სიცოცხლე. აი მე აი მე ჩემი სახელი და გვარი ციცის. არა, ისა სიცოცხლე არაფერ შუაში არ არის. აბა რა არის შუაში? უბრალოდ ერთი სესხი მაქვს დასამტკიცებელი. სოციალურად დაუცველებს 38%-ში უნდა გავუკეთო სესხი. აი, მუღამი მაქვს სესხის გაკეთების და აი სესხის დამტკიცების, აი ამ სიამოვნების გაცდა მინდა დავუგთხოვთ, არ მომაკლოთ რა. ცოდვი, ეს დამბლები რა დღეში არიან. ჯოჯოხეთში ცეცხლში დაიწვევი თამარ ლეკვეიშვილი. ვაიმე, სასიკვდილო ცოდვების გამო თუ მიყავართ, მაშინ მე მაქვს ერთი იდეა. ციური ფიფია რომ წაიყვანოთ, იმიტომ რომ ის გახდა ამ წლის საუკეთესო თანამშრომელი. ციური
ო არა რა თქვენ მე მოგხედავთ აუ გეხვეწები რა გთხოვ აი ეხლა ვიწყებ ცხოვრებას ეხლა მიხარია ყველაფერი აი ეხლა მაქვს ცხოვრებაში პირველად ის ბედნიერების შეგრძნება ხალხის გაწყავებისგან მიღებულ სიამოვნებას გთხოვ მინდა მაკარგილებ დეპუტატები რა ხო საშინელი ადამიანი ხარ ციური ფიფია რას უკეთებდი პენსიონერებს არა პენსიონერებთან ჩვენ რა უკეთებდი გოგო პენსიები ჩვენთან არ არის პენსიები ყველას გეშინიათ თაგო ანი პენსიონერებთან არაფერი შუაში არა ოწმე მყავს აუ ვინ მოწმე ყავს ახლა ვინ მოწმე ყავს მაიკო აუ რამდენი წვალება გაქვს მაიკო გავლილი მე შეესგვერდით ვარ მაიკო დამამად აბა ვინ მოგცა ხელი დაადე მაღალ პროცენტში სესხი აი ამან მომცა ეფექტურ 98%-ში. მეათე წერია, ვიხთით უკვე და არაფერი ძირს არ აკლდა. აი ამაზე გიყვებოდით თავიდან. მეათე წერია. რას ნიშნავს მაიკო? მეათე წელია და ძირჯერ არ მოკლებია. ისევ 3000 ლარია გადასახდელი, არაფერი არ მოკლებია. გათახსირებულებო. არა, ყველას ჯოჯოხეთში წაგიღვათ. ებო, შენ არაფერს არ ენერვი. შენ გენაცვალე, შენ გაიხარო. ესენი მეტი ზღირსნი არიან. მე ამათ გავამწარებ მაიკო, პირობას გააძლევ, შენ კი ბუბუნებაში იცხოვრებ. წამოდი ჩემო მამასა, ჩემო ძვირფასო, შენი დროც წადი, ხო შეგიძლია წახვიდე რა და დაგვანებო თავი რა. არაფერს არ ვაშავებთ ისეთ რა, მუშაობ უბრალოდ. არაფერს. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ თქვენ. აზრი არ აქვს თქვენთან საუბარს. ეფექტურ 75%-ში რომელმა გასასესხი? მე ანა ხაჩიძე. ხო და შენ ეფექტურ ადუღებულ 75 გრადუსიან ცხელ წყალში ჩაგხარშავ, ჩაგაოთქლებ და კანს გაგაძრო. სით რა მინდა რომ გითხოთ ეს თქვათ გამოყევით ჯოჯოხეთში ხო? მე უფრო სამოთხეში გადასვლის საშუალება თუ აუე გვაინტერესებს. ყოველდღიურად მიაყუტე და ისე გალაპარაკე რა. გვაქვს. ახლავე დაგიანგარიშებთ. ძალიან მარტივი. თითოეულ თქვენგანს წინა თვეში ჩადენილი აქვს დაახლოებით 250 ცოდვა. 250 ცოდვა. თუ თქვენ ყოველ თვეში 25 სიკეთეს გააკეთებთ, ამას დამატებული 3 სიკეთე პროცენტის სახით და 4 სიკეთე ძირის სახით, მაშინ სადღაც 10-11 წელში გადაგიყვანთ 60-ში. ბევრია, არ მაწყობს მე. რა მოგოლის ჯოჯოხეთში? თვითონ რა პონტია ჯოჯოხეთში? ცხელი ჭაობი, გამარმარებული ქვაბი, ცხელი წვიმა თაკო. აუ მე არ მინდა რა ჯოჯოხეთში, აი პროსტა არ მინდა რა. აი ეგრე თქვენ ხო არ მინდა, არც მე არ მინდა ჯოჯოხეთში. ანუ მე რა მინდა ჯოჯოხეთში, არ მინდა ჯოჯოხეთში. არ მინდა ჯოჯოხეთში. მე დეკიმარად არ მინდა ჯოჯოხეთში. აი რამეზე შევთანხმდებით ვილაპარაკოთ რა. ხო, რა ვილაპარაკოთ. კარგი ვილაპარაკო. თქვენი სესხი დამტკიცებულია ეფექტური 98%-დან და უკვე შეგიძლიათ ხელის მოწერის შემდეგ სალაროდან გაიტანოთ. მე ანუ დღესვე გავიდა? დიახ, აი ხელი მოაწერეთ, აი აქ მოაწერეთ. ძალიან დიდი მადლობა. აი მოაწერეთ. კი. გილოცა. მადლობა.
ჩვენი კარი ყოველთვის ღია თქვენთვის. რა კარგია ზელანდოსი. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ანუ პროცენტის გადახდას დაიწყებთ შემდეგი თვიდან. 100 წლის შემდეგ დაიწყებთ უკვე ძირის დაფარო. აი, არ არის პრობლემა, ძალიან მინი მადლობა. პროს გოგოები ხარ. კარგად ძანდებოდეთ, ყოველთვის გელით. კარგით, მადლობა. ხელი კიდე ხوار მომეწერე. არა, კარგად ძანდებოდეთ. ამას წავიღებ. დაბარებ ახალი ცელისთვის განვადებაც ხომ არ გნებავთ. ძალიან კარგი პირობები. 56%-ით. არა იყოს დედა, შემოსავლები აღარ ყოფნის. არ ყოფნის. აგა ფლირტის საცხობში. 526 მალე იქნება? 526 მზადდება. კაი, დაველოდები. კაი. დიახ, სწრაფი კვების ობიექტი მძიმე კუჭი გისმენთ? ციდან კვების ობიექტი ჩამოაგნილო ანგელოზო კი არა რომელი ხარ? აუ თედო ვერ გიცანი. რომელია შენი შეკვეთა? აუ 527 არის ჩემი ყველაზე საყვარელი რიცხვი. აუ რაღაცა ძალიან ისე რაღაცა ზანდა! დაიმე დიახ, არა მე არა დიახ, არა, საკი. ზანდა რა ხდება? რამდენჯერ გითხარი, გოგო, რომ ნუ ეფოფუნები მეთქე ამ ბიჭებს და ამ ფიჭებს და თუ ვიღაცებს, კაცო. არ მინდა, შვილო, ხან ბაბანე გამოდის, ხან კონიაკი, ხან ყვავილები, სამსახურია ეს გაიგე რა. არა დიახ, მე არავის არ ნახე შენი მოვალეობა, ნახე რა არის, მიიღე შეკვეთა გაუშვი. всё, მეტი ლაპარაკი მორჩა. ვისაუბროთ სახლში დაქალებთან. გააგრძელე ახლა მუშაობა. კიდე სასწაული რა, ვინ არის ეს, კაცო? ვინ არის რა ის დედაკაცი რა ხალაპენია სწორადო ყავს ეგეთი ხალი. როგორ ხარ მზის ჩასვლაზე ლამაზო საყურებელო? რავი, კარგად, შენ როგორ ხარ? მეც კარგად. იცი რომ ულამაზესი ხარ? ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეუბნება მაგ კომპლიმენტს. მართლა? გამიკვირდა. და შენ ნომერს მომცემ? კი, ჩაიწერე. მითხარი? 0322 87 ნოიცა, გასო რა 0322. ეგ ფასტ ფუდის ნომერია, ეხლა მე გადავები? ხო, ფასტ ფუდის ნომერია და მაგიტომაც გეუბნება, ჩემ პირად ნომერს ვერ მოგცემ. და ანუ მაინც და მაინც შაურმის ჭამა უნდა მომინდეს, რომ დავრეკო, ისე არ მაქვს უფლება, რომ დაგირეკო პირად ნომერზე? აუ, ნუ წუწუნებ ერთი რა, მაგ ნომერს ვაძლევ ყველას აბსოლუტურად. აბა ჩვენ საჭამელს ისა სხვა ვინ იყიდის? კაი, დაწყნარდი, ხო, შეკვეთა მომეცი და წავედი. დაგეწამლე. მაინც საყვარელი ხარ. რა გიმკიცეს განვადებით? კი. გამარჯობა, გამენათეო ანგელოზო. თედო, იდიოტო. როგორი გამოუძინებელი ლამაზი თვალებია. აუ, კაი გეხოს ხარა? აი ეს ეკლერი შენ, შეკვეთა გამიუქთა და მეთქი წაუღებს ხო რა. აუ, არ მინდა, იმიტომ რომ უკვე ვჭამე. ოიცა, რას ნიშნავს უკვე ჭამე ვინმე იყო აქ შემამდე თუ რა ხდება რა პონტია? აუ, არა, თედი მოიწვიანო. არავინ არ იყო, უბრალოდ ჩემ უფროსმა გადაწყვიტა რომ ძალიან გავაბრაზ და ბურგერი მესროლა და მე ხო არ გადავაგდებდი იმ ბურგერს და მე შევჭამე. შენ რა გინდა? რატომ ხვედი? მე შენი გულის გასაღები მინდა. არა, ამ ეტაპზე ორ მაგიში ბურგერი მომეცი, 567 ნომერი, კოდი. ჩემი საყვარელი რიცხვი როა. 567. აი თეთ. ისე ცოტა ფხილად. ფხილად? და ეგრე გულიანად რატო ალაგებ? ვის თარნი გაქვს შეკვეთა? რავი, ნათია მოაწერი. ოკ. ოიცა რა ოკე ხა ვერ გავიგე რა ხდება რაშია საქმე? არაფერი, ანუ შენი გადასაწყვეტია ნათიას მიუტან შეკვეთას თუ მარის თუ ლენკას თუ ეკას თუ ვინმეს. ანუ ვაფშე არ ბეჭებია რომ და ვაფშე არ გავბრაზებულ ვარ. ის ერთი წუთი ჩემი გადასაწყვეტი კი არა, აპლიკაციის გადასაწყვეტია, ნეტო ჩემი გადასაწყვეტი იყო. აუ, ხო, აი, არ მჭირდება ეს გაცვეთილი ფრაზები და წადი რა, დამანებე თავი. ხო არ დავშორდეთ ვაფშე და? არა, რატო? არ უნდა დავშორდეთ, ანუ ეგრეც არ მithქვამს ეხა არაფერი ისეთი. ო, რავი, შორს მიმაქვს შეკვეთა და ხო გაგიგია მაინც ის რომ თვალი თვალს რო დაშორდება, გული გადასხვაფერდებაო და მაგ პონჩი თორე ეხა დაშორება არც მე არ მინდა.
კაი რა წავედი რა ერთი სიტყვა. კაი, მიდი, კოცნი. უკვე მომენატრე იცი? აუ, ფედო. კაი, წავედი. ორამდე მუშაობ, ნახავ რა უეჭველი. მეც მინდა. ხო იმე ზანდა! დაანებ, ესაც მოაგრიე. რა გინდა, გოგო? არა, მე როსო. რა გინდა, გოგო, გამაგებინე. რატო ხარ ეს ახვით ქინებული და ახურუშები, გოგო, გამაგებინე. რამდენი გითხარი, რომ შენი საქმე უნდა აკეთო. რა ვაიმე? დიახ, ვინ იყო? შეკვეთა ჩემი მამიდაშვილი. ვინ მამიდაშვილი? რა თმინდა ეს ფუფუნი? რა თმინდა ეს ფუფუნი? არა, მუშაობ. არა, შეკვეთა. მიეცი რა, მიეცი. აღარ მინდა. ეხა მომისმინე. კლიენტთან არ დავინახო ზედმეტი თამაში. დიახ. თორე ლობიას გაჭმევ, გასაგებია? დიახ. მაინც არ მეტყინა. არ უნდა რა, ქალბატონო, ამდენი ლაპარაკი რა, ავიღებ შეკვეთა ამოვალს რა. კაი. გამარჯობა ბურგერების დედოფალო. გამარჯობა. მოიცა. ხო, რა მოიცა, თქვენ კურიერი ხართ? კრიმპოლში არიყავით? ხო, ნუ რავი, წამოვედი რა კრიმპოლიდან და ეხლა აქ მუშაობ რა. მოიცა, კრიმპოლიდან წამოხვედი და ეხლა კურიერად მუშაობთ? ხო, რაღაცეები მოხდა ეხლა, ზოგი YouTube-ზე გადავიდა, ზოგმა სერიალი მოხდა სიმონ და დავჭი ესე რა. მუშაობ რა, გაროჩე რა. ხო, ზეხარ სიმონ. ჩემთვის რა გაქვს შენ, გოგონე? ეხლავე? ორი ჩიზბურგერი და ერთი ჰამბურგერია. მეტი არაფერი გემეტება, ჩემთვის შეახვარო კალო შენ. ოდიში რა, ხვდები, შემორჩენილი მაქვს ესეთი ისინი რა, უხეშობები ხო ვაზეხარს. კი, როგორ არა, ანუ ორი გაზიანი სასმელი შემიძლია რომ მოგცეთ. ანუ ჩვენი ურთიერთობა მეც არ იმსახურე, საშუალო ფრის არ იმსახურებ, შეახვარო კალო შენ. დიახ, როგორ არა, კი ეხლავე? აი ფრიც. მადლობა. ისე ამ საღამოს საკეთებს იმან შენ? აუ, რა ვიცი, აი ეს ფრის ზეთი მაქვს შესაძლებელი და მე აქ უნდა დავხეხო, დავგლიჯო ყველაფერი. ვიცოდი ესე შინაარსიანად რომ გაატარებდი სიმონ საღამოს. კაი, წავედი, აბა შეახვარო კალო შენ. ჩემენე. რატო ესე? აქ რა ხდება, ზანდა? რა? ეს ვინ იყო? ვინ, ბუსა, კურიერი იყო და შეკვეთა გავატანე, ბუსო. რამდენი ხანი რატო ვატანდი შეკვეთას კურიერს, ბუსა? არა, ბუსა, დიდი ხანი არ ვატანდი, მითხა და გავატანე ეგრევე. აჰა, ესე იგი დიდი ხანი არ ატანდი. აქ მე მეცები სიყვარულს და თურმე შენ ვიღაცებს ეფლირტავები ამ დროს, ხო? რა, საერთოდ აღარ წავედი და შენ მოცემულ შეკვეთებს რა. აუ, ბუსა, ეხა აი, ბუსა არ მინდა რა, ეხა რა. ბუთქუ ეხა გაცივდება ხაჭა. მithumetes რა. აუ, აი რა ბუთქუჩუ, ნუ ხაჭაპური რო არ წაიღო, ხო იცი რომ გაცივდება და მე კიდე გვეჭხუბებიან. როგორი ცივი გულიც გაქვს. ეგეთ ცივ ხაჭაპურს მიუტან კლიენტს. აუ, ჩემი კრემიანი პონცი კი ვინ არის? კაი ხო ისა. მაგრამ იცოდი გაბრაზებული ვარ მაინც შენზე. კაი, ბუთქო. ლამის ვფიქრობდი რომ მეთქის ხაჭაპური ხო არ წავიღო მოუკვიჩო გზაში და მოკვეჩილი მიუტანო კლიენტს. თქო რომ მე ცუდი შეფასება დაეწერა შენთვის. შენ ნორმალური ხარ, ეგ არასოდეს არ გააკეთო, ხო არ გააფრინე შენ. გაბრაზებულიც როგორი საყვარელი ხარ, აი რო წითლდები სახეზე რა. ბუთრონო, ასკოტონო. გაიცი ჩემი ბაჭნდანო. ზანდა! აი მე არა, მე უშანდა. არა, შეკვეთა მაგარი. რა ხაჭაპური კი ბატონო. ვინ არის? მამიდაშვილი ეს? ბიძაშვილის. ესეც ბიძაშვილია, მამიდაშვილი რომელი ხარ? რა გინდა? ჩემი ბიძაშვილის ქმრის რა გინდა? რამდენჯერ გითხარი? ესა. რამდენჯერ რა ხდება ზანდა? არაფერი. ეს ადამიანი არ არის. ეს თავმოყარეო ხალხია ეს. ვინმე ხო არ გაბრაზებს სამსახურში? არა, ეს დეგენერატია ეს. ჩემი ნომერი ხო გაქვს ზანდა? თუ რამე ამას გასულდა, ვიცი, ამას გავაგდო სამსახურიდან. ეს არის დეგენერატი. მეგობრობ, აი ესე. ერი, საქმეს მიხედე, გოგო. ზანდა, იცოდე, ჩემი ნომერი გაქვს. თუ რამე გირეთ. ანუ ძალიან მეგობრობ და დედაშვილი ვარ. ხო, ჩემი ნომერი გაქვს. არა, მართლა ძალიან მაგრად მეგობრობ, მაგრად ვარ ძალიან. აუ, მეგობარ. ძალიან დიდი ხანია ველოდები და ბოლო ხარ. მიდი ძმა, არაფერს ხაჭაპურს არ ველოდები, მე გოგოს ვესაუბრები. არა, მეც გოგოს რიგზე გეუბნები.
რას მეუბნები ერთი წამი რა გოგოს რიგზე შენ ეხლა ცოტა სიტყვა ამ გოგოს რიგზე რა გოგოს რიგზე ამ გოგოს რა გაურკვევლად ლაპარაკო ვერ მივხვდი რას გეუბნები ერთი წამი ნუ მე ცანცარები ძმაო და ცოტა სიტყვები რა დამი გოგოს ეს გამოვხატე რომ ამ ადამიანთან დავკონტაქტებულიყო არა გთხოვთ რა ქენი გოგო წისაფარს რა უქენი გოგო აუ ისა ანუ ჩხუბობდნენ მანდილის პონჩი ერთი წუთით რა ბიჭებო აი ეს მანდილი მომაწოდეთ ბოდიში ვაიმე აიმე შენ თუ ამ მანდილით არ გაგუდა ზანდა თუ რამე ჩემი ნომერი ხო გაქვს რამდენი ხარი შეხუთქინებული არაფერი არ დამიმალო იცოდე რა მართლა გეუბნები თუ უпроსთან რამე კონფლიქტური სიტუაცია ქონდეს მითხარი მირეკა ვეკრე შენ ძმაო გამოდი ექიდან უჯები გამოდი ჩაფკი მოიხადა მოდი დიახ მე არაფერი კაცო ძალიან ისე ვარ მუშაობ ჩვეულებრივად გამარჯობა ჩემო კურიერო მოიცა კურიერი მე თუ შენ ხარ კურიერი არა შენ ვერ გამიგე მე სიყვარული გამოვიძახე და გულის კართან შეკვეთას შენ მომიტანე აუ როგორი რომანტიკული და კურიერულია ისე დღეს კარგად გამოიყურები დღეს კარგად გამოვიყურები რას ნიშნავს ანუ დღეს გამოვიყურები კარგად მარტო არა იმის თქვა მინდოდა რომ სულ კარგად გამოიყურები როგორც ყოველთვის რა ანუ სულ კარგად გამოიყურები რა ანუ ბანალური გოგო ვარ სულ სხვადასხვანაირად კარგად ანუ სხვადასხვანაირად კარგად გამოიყურები რას ნიშნავს ანუ ვის ელაპარაკები ანუ ის ვარ სათამაშო ვარ თუ ვინმეს გავარ თუ რანაირი გოგო ვარ მაინტერესებს გეკითხები არა მართლა მაინტერესებს და გეკითხები რა არა კარგად ცუდად არა კარგად ანუ ლამაზად ყოველთვის რო შვენივრად ანუ შვენივრად და არა ყველაზე ლამაზად გამოვიყურებ აუ გეხოდები გადი და მიხედე შენ საქმეს სხვა ადამიანი მელოდება გაიწიე სხვა კურიერი მელოდება გადი სხვა კურიერი მელოდება დღეს გამოვიყურები ლამაზად მამათი კომპლიმენტები რა ვთქვი მე მოიცა შენ ახალი ხარ? აუ რაღაცა ძალიან არ მეცნობი, ანუ პირველად მოხვედი ჩემთან? აუ ესეც ძალიან გიხდება და რაღაც ძალიან იდუმალი ხარ და აი მაგიჟებს ეგ. აუ ეს როგორ მაჩვენე? ანუ თან, ანუ იცი როგორ აი რო არც მელაპარაკები, ანუ ის ცანცარა კურიერებივით კი არ მომადექი, აი რაღაცა სადღაც აი სიბნელიდან, ხო? აუ აი რაღაცნაირი ხარ, აი მე კიდე იცი როგორ ცხოვრობ, რომ აი აქედან სახში რომ მივდივარ ხოლმე, იქ საჭმელებს ვაკეთებ ხოლმე და აი რავი რა, აი შენაირი ბიჭი კიდე ყოველთვის ვოცნებობდი რა, ეგეთი სერიოზული ბიჭი მყოლოდა გვერდზე რა. ზანდა! აიმე, არა, ზანდა! მე არა, მე კურიერი. ზანდა, მამიდაშვილი. მამი, ქვისლი. ზანდა, რამდენჯერ გითხარო, სამსახურში ნუ ხარ ესა ცუდრუკებული და ახირშებული ზანდა. მე როდის? ზანდა, მოდი. ზანდა, მოდი რა. ზანდა, მოდი, ზანდა. ხო? აიმე, არა. შეკვეთა მაგ მიხები. მოდი. ზესტაფონელები ვაგეში. გავაღვინებს ბიჭო რა, ცხოვრობს აქანა ხალხი. თუ ცხოვრობს გოგო, ამევიდენ მე და მამეთმარო რო გავწყვინ წელში ავა. თუ მარტო ჩემთვის მოთავ ზამთარში. მე იყავენ თავს. რას აკეთებ შენი გამაგებინე ეს? რას ვაკეთებ და ვსქროლავ. სიმი ძვარჩე ვერ ხედავ. არ გადაყარო მე ნაკურჩელი მაგის ცეცხლი უნდა მოვანთო. ბიჭო, რა ვერ გასწავლე ეს წესიერი ლაბარაკი? ნაკურჩელი რა ჯანდაბა არის? არ გეიგონა ნამაკელებმა თუ არა დაქცინებენ. ლიტერატურულად ჩისტა, ლიტერატურულად ქურჩა არის ორი. რა ვქნა გოგო ახლა? ვერ მევედი ამ ვაკესთან. რა გავაკეთე გამაგები ერთ. გოგო, რადგინე ეს სიმინდის ჩევიჯოს ეს მაგარი ჩანთა რო გიგიდა ძვირიანი ჩანთა გამაგები ზედა. მე ვიხსენი ეგ გაფუშტება და უნდა მაყიდიო მე. ნუ ხარ ერთი შენ. რა თმინდა და ახლა ვაკელებს ვათქვევიებ ზუსტად რომ ჩამოთრეული სოფლელი არისო და გემოვნება არა აქვს ბიჭო. არ მახარა. ია დამღანა ამ ვაკე ბიჭო. ბოშმა არ გეიგვიძა რა ქნა? დედა ბიჭო, ბოშზე გამახსენდა.
ხო. მე მგონი ბიჭო შეყვარებული არის ჩვენი ბავში. ვინა რომიკო იყო? რომიკო დედიკო რომიკო. კაი გოგო, საიდან? გაიტანი ახლა მაგე. საიდან მევიტანე ბიჭო და გუში რო ადგა. ხო. შევიდა აბაზანაში და დეივანა ხელბირის საპნით. რა სამი? მერე მევიდა და დედიკო ფული მომეციო. კბილის ჩოთქი უნდა ვიყიდო და მივხვდი რომ შეყვარებულია ბავში. მაგან ისედე იყო ფრანჭვა. იღლის შარიკიან დეზოდორანტს რომ მოგთხოვს მაგე. მერე მეემზადე ქორწილისთვის, გეიგე? უისტენ გვანა ასე სუფთაი ეს ბავში. შილოვისა დედიკო რა მომიგონა? გენაცვალე. რა გენი ჩაუდაკი საქმეს? თქვენ გენაცვალე. შენ იძინე მამიკო და მე რა ეძინა დედიკო? რა ვიცი ახ დედიკონა რა უნდა მძინებოდა რომ შემომიყარე იქ ქათმები იქ ან საძინებელში სალაში რო შეგეშვა არ შეიძლებოდა ტელეფონზე გოგოს ველაპარაკებოდი და იმნაირად კაკანობდნენ ესენი ვერ გეიგო იმან საზანო და ველაპარაკებოდი თუ აკიდან ზალაში კაკანობს დედაშენი ბიჭო ქათმებს უნდა სიწყნარე კვერცხიროდადო გეიგე მამიკო მაგარი ყველაფერი ბეჭარა ქვია შენ მე რო არ გადმომწვდა ისი არქნა და რო არ მიყევინო მიხედე მაგი მასლა ბადანა და მასწევი ვაყაისი უყური არა რა ვარი ბავში არის მამიკო ახლა შენი მამიყევინე კაცი კაც რა ვარც ისე დამელაპარაკი რა ვიცი ახლა მამიკო გუშინ მაგალითად სატანსაცველებზე საყიდლად წამიყვანა რა ვარია ხო არის კაი გამოწკებილი გენაცვალეს მამა მე კაფეში წამიყვანა ყავა დამალევია და რა ვიცი ახლა ერთი შეხედვით არ ჩანს გლახაბავში რასაც უყურე რომიკო დედიკო რა გვარის ხალი არის რა გვარის ხალი არის და რო ვკითხე რა გვარი ხარ თქო მე ვარო ლიკუნაო ვეგეტარიანელიო ასე მითხრა რა უცნაური გვარი სადაური ხალი არის მამიკო სადაური ვეგეტარიანელი სადაური ხალი იქნება ჩვენებური ხალი არის ვაკელი გენაცვალოს დედა მე გავს იუმორსი ებავში ხო სულ შენ არ დაგემგვანა ხალო დედიკო მამის მინი ახლა რომიკო მოდი დედიკო ჩემთან არიჩქარო დედა რა ვარც დედა ახლა ისე გარიგებ შვილო არიჩქარო დედიკო ცოლის მოყვანა გეიარეთ გამეიარეთ გეიგე სახლის საქმეები თუ იცის ხაჭაპურის კეთება თუ იცის ხო დავაგვირდები დედიკო ნაბა რა ლენს გავარ შტერი რომ მოგითრიო სახში მე ყველაფერი რა იქნება ის რაღაც შენ გინდა ისე იქნება ყველაფერი შენი იმედი მაგ დედიკო ხო თუ არა ახლანდელმა გოგოებმა დედიკო შილაკის და ბავშვების კეთებისეთი კი არაფერი იციან და დაქტოვებს შიერს დედა კაი ხალო კაი მუდავტრესე შენე ბავში ხალო რა იყო რა დავტრესე რა რა შენ მოგიყვანე რა იცოდი გამაგები რა ვიცოდი რა იცოდი ხალო ზამთარში კლავდის იცივი შაში დადება არ იცოდი ფეჭი დადება ხალო ხო მაგიკეთე მე რა უნდა ვცადნო და გამაგისწორე ჯიში და გიბაგი ახლა ჯიშ თავი დაანებე ჩემე და დაჯექი და არჩიე მაგე მადამ გამოგიკეთე ისი შთამომალობაი გამამიკეთა ახლა ამანის არი რა მწვადი სუნია სამსუდა თქვარ რა საშინელი სუნია აქ ყოველდღე თბილისობა რატოა მე ვიდა პეროგაპრილის საზოგადოება დავადები ფეთი იქნება ჯირკზე და ფილმის ყურება მოგინდა და პოპკორნს ამზადებ შტერი ებავში ვიღაცა არის ფილმი და პოპკორნი აშუაში რას ვაკეთებ და ვიცი ბალკონზე რომ ხარ ქათმები და ინდაურები იმათ ჭამა არ უნდა კარგად მოვაპიტკინებ მოვასუქებ და მე ისა წავაძრობიებ თავს და დავყრი დავადგიცინებ ტაფას და გეღრიელად რაგინა თქვენს გაიგონეთ რა თქვა მკვლელებო რა ეს აი დავაძრობო აი იცით ეს მკვლელებო მე ახალ წელს კარგად იდობ ბარკალს პირში დეიღლია იმას არავინ არ იდობს გადობილი კარგათაც ძალიან შაშა ჯერდა რო იყარი გამარჯობა პერიფერიიდან ჩამოსულო აბორიგენებო გამარჯობა დაია რა ხდება აბა რა შეიძლება დაია არა რა ეხლა მომისმინეშეს ნაშიერს რომ ჩემი ანი უყარს იცით და ეს ჩემთვის რომ მიუღებელი თემაა ეგეს თუ იცით ანუ გამორიცხულია ხვდებით რა არის მიუღებელი დაია ხო ვაკეში შუაგულ ვაკეში სადარბაზოში ჩეხავ შეშას და მაგარი ჩვეულებრივი ამბავი და ახლა შენ სიყვარულს გვიშლი თუ რა ხდება ახანა ვერ გევიდე მე კარგად ავგესანი რა ხდება ჰაი აჰა მე ვიდე გიშრის ნამდვილად იმიტომ რომ ამან თუ პრეცედენტის ფორმა მიიღო მე ძალიან საშიშია მე იცადი ახლა ეტიცო ჩემი რომიკოზი არის ლაბარაკი ახლა მე ვერ გევიგი ახლა რომიკოზი ამბობ რომიკო მამიკო გამოდი გარეთ ერთი წამიშვილო ხო მამიკო რა იყო მოდი გაგერ
რა ვახარ, ჩემო გვაჩანია. გენას. აუ რავი. შენ? რა ვიცი, ახ შენ რო დაგინახავ, ლახათ რა ფერ უნდა ვიყო. შენ გენას. ეს რა ხდება, მაგალითად, ოჯახებს ვაცნობთ, ერთმანეთს თუ რა არის, მე ვერ გევიდი. აუ რავი, დიახ, შემოცოდა ვერაო. კუკუნ, აი ხა მოუკვდები ეს აკეცილი ჯინსის ტოტები რა არის გამარჯვე, გამაგებინე რა. ეს არარაობა გიყვა შვილო. შენ მომისმი, შენი სახელი თემური? რომიკო, რა მნიშვნელობა აქვს? რომა. დედა, შენ საერთოდ ხვდები შვილო, ანუ ვის ელაპარაკები და ვისი შვილი გინდა რომ აი ამ დაბიო ოჯახში რომ შეიყვანო? მეიცადე ახლა რაც უფრო კაი ოჯახი შვილი იქნება და რაც უფრო კაი გოგოს გეიცნობს, მაგი გვინდა ჩვენც. კაი არის, კაი, აბა, გახარი, კაი, ვერ გემიგი ახლა. უკუ მოუკვდები. თქვენ საერთოდ თბილისში ანაირად შეჭრით. დიოსტი. მეიცადე რატო არ უნდა შევევეში თვითონ? რატო არ უნდა შევევეში თვითონ? ბაბუა შედა დაგიდაო, აკედა თბილისის აჯუქრა. რატო არ უნდა შევევეში თვითონ? გამესი პასუხი. კაი, ხალო, ნუ ნერვიულობ, რა გაიგივინოს მოდი აქ აგას. ური ამას. აო, მასე იცი, ზუსტად მასე იცი და მაგიტო ჯერ თბილისში შემოხვედით, მერე ვაკეში და ეხლა ჩემს ოჯახში გინდა ჩემოვარდნა. არ გამოგივა, გეხვეწები, ჩამოიშალე. მომიწინები, დეიდა. მიდი, უთხარი რაც გაქცმელი. უკანასკნელი 150 წლის მანძილზე ჩემი საგვარეულოდან მარტო მე მოვხვდით ესეუში და შენ ოჯახში თუ მოვხვდი ახლა. მაგითი დეინგრევა ქვეყანა თუ რა იქნება? გადეირია ეს აგარო. ბიჭო, ვიღაცაები დიაგვა. ანუ ტიპი რა უტიფარია. ანუ რა უტიფარია, იმიტომ ვიძახი რომ დავაინიციოთ ეს კანონ პროექტი რა. რომ ანუ ვაკეში ამოსვლა შეეძლოთ, ვინც ცხოვრობს მინიმუმ 20 წელია თბილისში რა და სტაჟი აქვს რა. აუ 100%-იანი ხარ პროსტა კუკუნ რა. და იცით რა, ანუ ამას პლუს უნდა დავაწესოთ, რომ ყოველწლიურად ვაკემ გაათამაშოს გრინ კარდი. ანუ ერთი წუთით რა, თქვენი სახელი? რომიკო თქვა, ხო გითხარ? სკლეროზია გონია. აი, გეხვეწები, ნუ ნერვიულობ, მამა. რომა, რამდენი წლის ბრძანდებით თქვენ? მე 18 წლის ვარ დეიდა. მე ჩემი შვილი რო თქვენზე 4 წლით უფროსია, ეს რამე დისკომფორტს არ გიქმნით? არა, დეიდა, მე პირიქით, მე დამაქალები მიყვარს, გამიგე. აუ, მიყვარ ხარ მარტო. აი მე ნუ მშლი შოქში, ნუ მაგდებ. The best boyfriend. Shit don't be sorry in my life. შენ მე მეკითხე, ვეღარ მიყვარ ხარ, იგი იკითხე, შენ. შემოდაია. გენაცვალ. ეიცი ეცოტა კიდე მამა ესენი. ნახე ამა. ზედა თუ ყურეთ რა. ანუ ძალიან მაინტერესებს ამათ შვილი რო ეყოლებათ, სადაური იქნება. უცხო პლანეტელი კუკუნ. ისე დეიდა რო არ დაგიმალო შენი ბავში ძალიან მამწონს, მართლა ძალიან მამწონს შენი ბავში. დეიდაო. აი მაგწონს არ ვიცი, მაგრამ რომ მოგეწონება მე შემეხმიანე, კაი? მეიცადე, ამათ რა უნდა თახა ბოლო-ბოლო მე ვერ თქვენ იგი გინდათ რომ ჩამოშალოთ ჩემი სიმწრით ნაშენები სიყვარული, უხარისხოდ ნაშენები რიკოთის გვირაბივით თუ რა გინდათ ვერ გევიგე ერთი. ვაი შვილო, კი არ უნდა ჩამოვშალოთ, უნდა ამოვქოლო. აი თუ მასე ძალიან გინდათ, ახლა აქით ვიცხოვრებ, სულ აქით ვიქნებით, რო შევხვდით ოჯახს და იქით აღდომებზე ჩავალთ ხოლმე ზესტაფონში, აღდომებზე. არა რა, გეხვეწებით რა. ნუ ეხა დავიშალეთ რა. კუკუ არ გამოვა ეგ ამბავი, მოდი რა, უთხრათ რომ ეს ამბავი არ გამოვა რა. აი, მასე თუ არის, ახლა გადმოვასვენებ იმ ბაბუაჩემს, აქ თბილისში და დავასვენებ, აქანაც და 4 ძვალი არის ისედაც დარჩენილი და მაგ 4 ძვლის გამო თუ უნდა დამეგდეს სიყვარული, მე გადმოვასვენებ და გადმევიდა აქანა. რა დაათე ბიჭო, შენ კიდე ამამაში ზიგდაგი, გამაგებინე ბიჭო. მე რა გვეცე დაგიდგები ყველანაირად, მაგრამ დამისვენე კაცო ის კაცი. დანები ახლა სამი ბიჭო სიყვარული ეგ. დაშე, მაგიტო დაჩაი 4 ძვალი. გიკეთებს ერთი ძლები. არა, ხალხო, ერთი წუთით გეხვეწებით, შევიშლები, დაუშვებელი. რატო დაია, რატო შეიძლება? დაია, გეხვეწებით, დისტანცია რა. მითხარ. დაუშვებელია რომ შენ აი ამ ბიჭო ჩემი გოგო უყვარ. რა ბატონო, მამისმინე ახლა მე ის ვარაკო, ვითმე ნამდენი ხარია. დაუშვებელი რა არის ხალ ბატონო, იცი? სოფელშიო ჩახვა, სტუმრა და უბორნიაში გასვლა როგინა, დეგეზარება და ბალკონიდან რო გადმოშარდა და გადმოვა. სიყვარულში რა არის დაუშვებელი და ისი, მიუღებელი ვერ გავიგე და ისი კაცი. შევიკადრა რა იკადრა შეგვისაკი ამ პროვინციელმა რა იკადრა გამორისხული. მეიცა ერთი წუთი რას უწუნებ ჩემ ბიჭს?
მადლობა თქვი, ჩემო შკაფით ვიქნა, თქვენი ტუნგოჩკა გოგორავე იყვანოს წელ. ევა. ეს ენდები ხალი, ეს ენდები ხალი. თან პრიალა რო არის, ხო იცი? ორჯერ ვიხმარდა რომ უნდა გადააგ. მარტო მაინც. ხდები რა მე შენ გოგოზე დეიდან ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი ერთი ორჯერ აწყო ვიზასავეთ რა უჭის მაგ ზედაპირულად აწყო ვიზასავეთ რა უჭის მაგას ერთია რა ქენით ვიზასავეთ კონკრეტულად თუ გაინტერესებს კეკელიძის დობიანებთან უკანი ვის უკან შენ გაკოცე ჭანჭრებში გამიგო ვიღაცის ბავში გია შენ მოხდა კადრულობთ ხალხო ვერ გავიგე რა ხდება ეს ფსიქოლოგიური მკვლელება უსრო გაბერავ და ასე რო გაწელავ და პრუწუნო ისეთ ხმას არ გამოწედე მეიცადე გაჩერდით გაჩერდით და ცუდად ხაია მაცადე ერთი წუთი და დიდი მამიგო წეხან რო გითხარით არაფერი არ მოხდა რა თქვა მოგატყუეთ მოხდა უკვე მოსახდენი ყველაფერი რაო კი ბატონო კი შენიშვეც კი მუშინ წინ წევიყვანე გდანში და 16 ლარიანის შაურმით გამეიბესკვა გოგო 16 ლარიანის შაურმით აბა ორგანიზმის მკვლელება ორგანიზმის მკვლელება ეს მახეთქია ბუშტივით მე რა ვაწვი სასწრაფოდ რეანიმაციაში სასწრაფოდ ამოდით ბიჭებო ახლა თქვენ არ ინერვიულოთ არაფერზე და კაი წელებს დაგიტკოცუნებთ სტაფაზე. ამან არ შემთხვევა. მე წელები ხეზე კი არ არისო. რა თუნა ყოველდღე შეწვაი ამას ამაზე. რა გინდა ბიჭო, რა ცხადერვიულებულზე მამინდა წელები და რა იყო? დადი, გამანებე და გამანებე თავი შედი. ეს ყოველდღე წელები. ერთი წელები მივარდე. მიიღე 10% cashback-ი ნებისმიერ გადახდაზე. ლიდერ კანდი